ხშირად დასმული კითხვები ABA თერაპიაზე. ABA გამოყენებითი ქცევის ანალიზი არის მეცნიერულ საფუძვლებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ეხმარება ბავშვებს შეიძინონ სასარგებლო უნარები და თანდათან შეამცირონ ისეთი ქცევები, რომლებიც ხელს უშლით მათ განვითარებას და ყოველდღიურ ცხოვრებას. ქვემოთ შევკრიბეთ ყველაზე გავრცელებული კითხვები, რომლებიც მშობლებს ხშირად უჩნდებათ ABA თერაპიასთან დაკავშირებით. რა არის ABA თერაპია? ABA თერაპია მიზნად ისახავს სასარგებლო ქცევების სწავლასა და გაძლიერებას, ასევე არასასურველი ქცევების შემცირებას. ის ეფუძნება დაკვირვებას, მონაცემების შეგროვებას და სისტემატიურ ანალიზს. თერაპია ბავშვზე მორგებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მოიცავს ისეთ სფეროებზე მუშაობას, როგორებიცაა კომუნიკაცია, სოციალური ურთიერთობები, თვითმოვლა, აკადემიური უნარები და თამაშით სწავლა. ვის ეხმარება ABA თერაპია? ABA თერაპია ყველაზე ფართოდ გამოიყენება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში, თუმცა ის ეფექტურია ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელსაც აქვს განვითარების შეფერხება, ქცევითი სირთულე ან სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევა. ABA პრინციპები შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული როგორც მცირეწლოვან ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან. რამდენი ხანია საჭირო ABA თერაპია? თერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში რეკომენდირებულია ინტენსიური ჩარევა, დღეში 3-დან 5 საათამდე, კვირაში რამდენიმე დღე. თუმცა ზოგ ბავშვს შეუძლია მიიღოს სარგებელი ნაკლები ინტენსიური გრაფიკითაც. მთავარი ფაქტორია მიზნების სიზუსტე და პროგრესის მუდმივი მონიტორინგი. რას აკეთებს ABA თერაპევტი სესიებზე? თერაპევტი გეგმავს და ატარებს აქტივობებს, რომლებიც ბავშვს დაეხმარება კონკრეტული მიზნების მიღწევაში. ეს შეიძლება მოიცავდეს სიტყვის გამოყენების წახალისებას, თვალით კონტაქტზე მუშაობას, ინსტრუქციების მიყოლას, მოთმინების ვარჯიშს და სხვა. თითოეული სესია ეფუძნება ბავშვის ინდივიდუალურ გეგმას. როგორ შეგვიძლია სახლში ბავშვის მხარდაჭერა? ABA თერაპიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მშობლის აქტიური ჩართულობა. თერაპევტები მშობლებს ასწავლიან მარტივ, ყოველდღიურ სტრატეგიებს, როგორებიცაა როგორ გავაძლიეროთ სასურველი ქცევა, როგორ დავუყენოთ საზღვრები, როგორ ვისარგებლოთ ვიზუალური მხარდაჭერით ან რუტინებით. ასეთი თანმიმდევრული მიდგომა ბავშვებს ეხმარება მიღებული უნარების რეალურ ცხოვრებაში გადატანაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგწერეთ ჩვენს პირად Facebook გვერდზე.